Don't know what I would do. You're my heartbeat, I'm breathing because of you. There's no world without us. Dreams were turned to dust. You're the reason I make it through. Feels like I'm flying, like if I had wings, like I am sailing on a sea of dreams. Your love is pouring down on me. You're mine. What a fall in a moment like this. I'm in a state of bliss. I'm swept away. I look into an open sky. Feels like I'm flying, like if I had wings, like I am sailing on a sea of dreams. Your love is pouring down on me. You're mine. What a I feel how all your love surrounds me, standing in the waterfall. Feels like I'm flying, like if I had wings, like I am sailing on a sea of dreams. Your love is pouring down on me. Alive, მოდიოდა სოფო. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. დიდი მადლობა, რა სიმბოლური იყო ამ სიმღერის შესრულება ახლა. დიდი მადლობა. ჩვენს დამხმარე მონაწილე ვარსკვლავებს მინდა წარმოგიდგინოთ ლელა წურწუმია, დუტა ხირტლაძე, ანუკი ქორქია. საღამო მშვიდობისა. ეს ორი ვარსკვლავია. დღეს ძალიან ლამაზი და თბილი ტორი გვექნება, სიყვარულის დღე. ორი ვარსკვლავი ნელ-ნელა ფინალს უახლოვდება და დღეს უკვე მე-9 საკონკურსო ტურია. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი 5 კონკურსანტი თავის 15 წყვილესთან ერთად. ჩვენი მონაწილეები: ლევან ჯავახიშვილი და ნინი ციკლაური 95-201. მიშა ბაღათურია და სოფო გელოვანი 95-204. ირინა ონაშვილი და გიორგი მახარაშვილი 95-208. კოტე თოლოდავა და ნინი ბადურაშვილი 95-209. რობოლა გავანდაძე და მოდიკო ტატიშვილი 95-211. კონკურსანტი წყვილიდან როგორც ხედავთ, მხოლოდ 5 წყვილი დარჩა. რაღაცა შეცოტავდნენ და დანარჩენები აქ მომრავლდნენ ქვემოთ. როგორ ახართ ყოფილო კონკურსანტებო? გავარდნილების წინახაზი. იმედი მაქვს ჩვენი მაყურებლების ისინი აქტიურებენ და უმესიჯებენ თავიანთ ფავორიტ წყვილს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ კონკურს მიღმა.
მაშ ასე ნახოთ წინა კვირის მოკლე ვიდეო. ეთერშია ყველაზე მუსიკალური შოუ ორი ვარსკვლავი. არაჩვეულებრივად და ისეთ ხასიათში მოკლედ მსახიობი ეს არის და the best of the best. სუპერ არ ყოფილიყო, ალბათ კარგი არ იქნებოდა და შესაძლოა ჩვენ ავიყავით, ამიტომ გეტყოთ ალბათ საფილმის ჭირი. კარგი იყო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და პრინციპში დავასწყვენი ხა გამოსვლებიდან, რომ არც პირველი გამოსვლა არ ყოფილა კარგი და არც ბოლოსკენ, იმიტომ რომ უკვე ძალიან იღლები. აი ყველაზე მაგარია შუაში გამოსვლა. ისეთი სიმღერა რაღაცა თან მაგარ ბავშვებთან ერთად მიმღერე ზოგადად მე საერთოდ ბავშვები ძალიან მიყვარს და რაღაცა გავიხსენ ჩემ ბავშვებს. მომეწონა, იმიტომ რომ რაღაც ყველა კაი ხასიათზე დადგა. გაერთო მაყურებელი ამით გაერთო დარბაზი გაერთო და მე კმაყოფილი ვარ. მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მოვხდი ამ პროექტს და გამიმართლა ესეთი ფარგლება ძველზე. ძალიან მაგრესად ღერის და ძალიან გამიმართლა, რომ აი ესეთ ადამიანებთან შვიდკაცასთან ერთად მოვხდი სცენაზე. ძალიან ბედნიერი ვარ. კლიანობაში ერთად არც გაგვივიდა ეს რეპეტიცია. ცალ-ცალ გვიწევდა და მადლობა მას, რომ მან ასე მოინდომა და გააკეთა ეს. მე მართლა რო გითხრათ რაღაც მომენტში საკუთარი თავით არ ვარ კმაყოფილი ერთ პატარა ეპიზოდში, თუმცა ნუ მთლიანობაში ნომერი კაი გამოვიდა, სიმღერა კაი გამოვიდა და აი კარგი გოგოს დამსახურება ეს ყველაფერი და პედაგოგების რა თქმა უნდა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ანსამბლს და თუ მოახერხეთ და თბილისი გავაცოცხლეთ. შემდეგ ტურში იმღერებენ გოგოლა და ნოდიკო. გილოთან მიშკა და ანი სამწუხაროდ სწოვებენ პროექტს. იმდენი დადებითი ენერგია მივიღე, ალბათ მეყოფა ერთი 10 წელი და ხა გავვარდი ცუდი სიტყვა. მე გამოვეთიშე, მე და ანი გამოვეთიშეთ ასპარეს, რომელიც მართალი რო გითხრათ, იცით რატო ვარ ბედნიერი რომ გამოვეთიშე, იმიტომ რომ ბოლოში ალბათ ყველაფერი მძაფრდება და მე ამ მძაფრ ჭიქილში მონაწილეობას არ მივიღებ და აქედან ყველა ჩემს მეგობარს უბალელში გებ ჭალებში შემატკივრებ, რატო ცოტა მიჭირს. ხო და ამიტომ პრინციპში ყველაფერს დადებითი იმითი უნდა შეხედო. ხო და მე დადებითად უყურებ, რა ვიცი. ნავი კი. შეცდად არ ველოდი. მე კი. არა, ამ ტურიდან მე მგონი კარგად ვიმღერეთ, მაგრამ ნუ ეხლა არა, სიმღერის მხრივ არა, მე ისე სხვა ისე როდისღაც ყველა გავარდებით. გარემოედეთ. ასაკურელია. შაბათობით ლაივ კონცერტის შემდეგ ჩვენ ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე ბუდა ბარში, რომელიც არის ჩვენი მასპინძელი ყოველ ორ შაბათს. მე შევეცდები რომ დღეს რაღაც ესე ჟურნალისტის ამპლუა მოვირგო და გავესაუბრო როგორც ჟიურის წევრებს, ისე მონაწილეებს. წავედით, გავიგოთ რა შვებიან და როგორ ერთობიან. საერთოდ მაინტერესებს ფილმის ღამის 2 საათზე ქონია ვახშამი, აი ჩვენ აქვს როსმოვი ვახშამი და როგორ გითხრა, ვისვენებს, ძალიან ბევრ საუბრობს, მე ვერთობით და ძალიან კაი საღამოები გქონს უკვე გატარებული ბუდაში და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საღამოც არ იქნება ნაკლები, ასე რომ შემოგვიერთდი. მე მიყვარს ბუდაბარი, საერთოდ მიყვარს ეს მსოფლიო ქსელი და განსაკუთრებით მე სიმპათიურება მისი თბილისური ფილიალი. რაღაცა ემოციურად რო ვიღლებით აქ, ერთად ყოფნით და შექმნილი სიტუაციით ვერთობით და რაღაცა ისე კარგი ხასიათზე მივდივარ სახლში. მე ბედნიერი ვარ, რომ ქალაქურ ტურში გავარდი და არა როკში, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ვარ როკერი.
და ჩემს მორალურ იმას არანაირად არ შეეხო ესე ვთქვათ. მაშასე ბაზისებულო საზოგადოება დაგიბრუნდით და მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ ხუთივე კონკურსანტს თქვენი დახმარება SMS-ების სახით ჭირდება ასე რომ მოუფრთხილდით თქვენს რჩეულ წყვილს თუ გინდათ რომ ის შემდეგ ტურში წიხილოთ იმიტომ რომ ნელ-ნელა ძალიან გვიცოტავდებიან შემდეგ ტურში უკვე 4 იქნებიან სამწუხაროდ კონკურსს ესეთი წესები აქვს მოდი შევახსენოთ ეს წესები ხო წესები ძალიან მარტივია ჟიური აფასებს ქულებით მაყურებელი SMS-ს აგზავნის ხოლო ჯამი კი შედეგს გვაჩვენებს ახლა კი მინდა გითხრათ ისიც რომ ჩვენი გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს ტელეკომპანია იმედისაგან ავტომობილ Kia-ს. შვენიერი საჩუქარი. მე მინდა ვის კიდევ ერთი რამ შეგახსენოთ, ბენდის თანხლებით იქნება ეს ყველაფერი აუცილებლად. მაგრამ მაგათთან მოგვიანებით გადავინაცვლებ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სპეციალური სტუმარი ჟიურიში აჭიმე ბარიძე. მოგესალმები აჭიკო. იანინიძე ზურაღიმშიძე და თეონა კონტრიძე და ჩვენ ჟიურიში კიდევ ერთი მეორე სპეციალური სტუმარი ყავს თემურ თათარაშვილი თემურ ეს მიკროფონი სპეციალურად შენთვის შევინახე მიხარია რომ აქ ხარ მოგესალმები სპეციალურად ამოვარჩიე მეც ახლა სიყვარულის სიმღერები არის სიმღერა სიყვარულს გთხოვთ თემურ თათარაშვილი გაჩერდა ალბათ მარტოობა გაცნობდა ალბათ მოლოდინი ისე გაწევდა გული რომ დახალასებდა ხედავდი მზე როგორ ჩავიდა ეს კიდევ ერთი დღე გავიდა ვიხსენე ყველაფერს ისე დავიდა დროგან დაბრუნდეს მინდა ჩვენ ყოველთვის გვეჩქარება მოგონება მოვიდა და ხლა წარსულის სევდიანზე და გაკუ სიყვარულს ვეძე ჩვენ ყოველთვის გვეჩქარება და რატო არ ვიცი Baby, quick and
დიდი მადლობა. დიდი მადლობა თემურ თათარაშვილს და ლილი კონემსაძეს, რა თქმა უნდა, ამარაჩეულებრივი სიმღერისთვის. თემურ დაიკავე ადგილი აჩიკოს და იაშორის შენთვის სპეციალური სკამი გვაქვს და აბა შენიცი როგორ შეაფასებ ჩვენ კონკურსანტებს. ახლა კი მინდა წარმოვადგინოთ ჩვენი ბენდი. 3, 4. ირაკლი კვანძიანი, კლავიში. ნიკოლო შარპიანი, სინთეზატორი. სვიან ცინიკაშვილი, გიტარა. ევან დეისაძე, ბას გიტარა. დავით თუთარაშვილი, დრამი. ოლეგ კრომი, საქსოფონი. ამირან მარტიაშვილი, საყვირი. ვახოს ირბილაძე, საყვირი. უამრავი სტუმარი ყავს დღეს 200 კლასში, ეს მიკროფონი მე მგონი ხელში მეჭირდება დღეს მთელი დღე, იმიტომ რომ ხარვის უნდა გადავცე ხარვის. რა თქმა უნდა, ისინი აქ ხედავ. მაგარია წარმოდგენილი. ჩვენი სტუმრები. პანჩო, მოგესალმები, პანჩო. მაია ბარათაშვილი. ზაზა ხუციშვილი და ვაკის პარკი. ბაკურ ბურდული. ნინი ცნობილაძე, ნინი რა გვიქნიე ხელი? დღეს როგორც შეგვიძლია საკმაოდ თბილი და ლამაზი ტური იქნება. მოგვიანებით ჩვენ ამ მომღერლებს აუცილებლად შევხვდებით. ასე რომ ახლა კი ამაგისთან გადავინახოთ და გავიგოთ ჩვენი კონკურსანტები რას იზამენ. ანუ კი კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბილაინის ოთახიდან და სცენაზე პირველი დღეს კოტეს და ნინის წყვილი გავა ნატალი კოლის სიმღერით სახელწოდებით Love და ელვის პრესლის ამაზე ცოტა მოგვიანებით დავეზუსტებთ. ჯერ აღვნიშნავ იმას, რომ პირველ კუპლეტში ეს სიტყვა უბრალოდ აბრევიატურაა და თეორიასო თავისებურად იშიფრება. შენ ხომ არ გაქვს სიყვარულის შენები ორიგინალური განმარტება? იცი რა, მე ვიტყვიეთ რომ სიმღერებს სიყვარულზე შეიძლება კონდეთ აბრევიატურა, მაგრამ თვითონ სიყვარულს არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება შემოკლება. ეს არის მნა და ამას ჭირდება პირიქით ასეთივე ქმედება, სრული ვრცელი. გეთანხმებით ამაკმაყოფილებელი პასუხი იყო. გისურვებთ წარმატებებს, ბევრ SMS-ებს, რაც თავარია. კოტე და ნინი SMS ნომრით 95-209 Love. ნელ-ნელა უკვე უახლოვდებით ფინალს და ვუნებათა ხელვა იწევს და ყველა ის არის რაღაცა ძალიან ნერვიულობს და მივხვდი რომ ჩემთვის ყველა ტური რეალურად ფინალის ტოლფასი იყო რაღა დაგიმალო. ხო. მე კიდევ აღნიშნავ ერთხელ რომ არის გმირობის ტოლფასი რაც კოტემ გააკეთა, იმიტომ რომ მე მაგალითად ალბათ ვერ გავრისკავდი ნახდათ. ხო, ალბათ მე არ გინდა რომ გამივიქე, თუმცა რატომაც არა. არაფერს არ უნდა რომ ეს შოუ მართლა რეალურად შოუ იყო. დუღდა ემოციები, იცი? ესეც იყო, ისეც იყო, აზარტიც იყო, ბრძოლაც იყო. ცოტა კონფლიქტებიც იყო რაღა დაგიმალოთ კი და მაგრამ ეს ხდება. მე რაღა დაგიმალო პირველივე ტურიდან მიმაჩნდა და დღესაც იგივე აზრზე ვარ რომ ვოკალურად ყველა ჩემზე ძლიერი იყო თავიდანვე და დიდი მადლობა ჩემ მაყურებელს ჩვენ გულშემატკივარს მართლაც რომ დიდი მადლობა იმისთვის რომ აქამდე მოვედი. სასიყვარულო სიმღერა გვაქვს და სამღერი და პირიქით ისე უნდა ვიმღეროთ. რაღაცნაირად აი მთელი სიყვარულით, არ ვიცი გამომივა თუ არ გამომივა, რა მოხდება წარმოგედგენ არ მაქვს ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი რომ სანამ ლაივი იქნება, მე გავხდები 35 წლის. თელ გულს, თელ ჩემს სულს ყველაფერს ჩავდებ რომ რაღაცნაირად არ ვიცი. რაღაც ბოლო სიმღერა შევით მივუდგები, მოდი ესე ვიტყვი რა. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ ამ პროექტით შენით და პირველ რიგში თქვენაც ვიფასო მაყურებლებოდა. რა ვიცი, თუ გინდათ გამოგზავნეთ ესამის თვიანი. მე შევეცდები რომ იმისთვის რომ თქვენ აქამდე ჩვენ მოგვიყვანეთ, ხო მე შევეცდები თქვენ მართლა თელი გულით მადლობა მოგიხადოთ, მე თქვენ მიყვარხართ. დედასპიცა ვარ, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და ამ სიყვარულს მე თქვენ ჩვენ ლავ კონკურსში აუცილებლად გადმოგცემთ ყველას. დიდი მადლობა.
love was made for me and you. Now L is for the way you're looking at me, and O is for the only one I see. Be so baby, extraordinary. Now E is even more than anyone that you adore. Your love is all that I'm gonna give to you. Oh, love is more than just a game for two. And love can make it. Shake my heart and please don't break it. Oh, love was made for me and you. No, baby, no, love was made for me and you. Don't you know there is love was made For me and you. Rotterdam Nini Love is და რომ არ გაჩნდეს ბევრი კითხვა, თოთემ მის მეუღლეს მიართვა ყვავილები. აჩი, ისმენ. ესე იგი ერთი მოგესალმებით მოგესალმებით ყველას, ჩემი მიკროფონი ეტყობა არ უნდათ რომ მუშაობდეს, ან შეცდომით ესე მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა. მოგესალმებით ყველას, საღამოს მშვიდობისა და მინდა გითხრათ რომ დამავიწყდა რომ რაღაც უნდა მეთქვა, იმდენად შევედი ამ სიმღერაში, ძალიან მომეწონა თვითონ კომპოზიცია როგორ იყო. კოტე ძალიან კარგი ხარ იმასთან შედარებით რაც იყო ადრე. და მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ და რა თქმა უნდა მე იმდენად აღვთოვანდი რომ მე ვწერ 10-იანს. 10 გულა. აჩი. წეღან როცა სიმღერა დაიწყეს, დუტა მომიტყველა და მითხარო, კოტე მღერისო. ღერისე, ესე ვთქვი გავაკეთეთ. მიყარხარ. თემურ შენი შეფასება გვაინტერესებს. სიამოვნებით შევაფასებ. ამიადევნე თვალყური ხო წინა ჩვენ გადაწყვეტ. მე ვადევნებ თვალყურს მოსკოვში, სამსახურში ოზივარს უჩართული მაქვს და უყურებ ხოლმე. აი ეგრე მუშაობთ თქვენი. ესე მუშაობ მე იქ გარდიახ. ხა რა შეიძლება კოტეს მინდა ვთქვა რომ დღეს შენი დღე არის, იმიტომ რომ რასაც შენ გააკეთებდი ხა ითამაშე, ხო ჩვენ მომღერლები ამას ვერ ვიზავდით ნამდვილად. ამიტომ აი დღეს იყო შენი დღე ნამდვილად და ნუ მე ნინიზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ნინი ყოველთვის არაჩვეულებრივია. ეს სლოვ წერ 10-იანს. 10 ქულა. კიდევ ერთი 10-იანი და იას. მოусმეთ სია მომნებით. ჩემო კოტე, ნიჭიერი ადამიანი ხარ, ამაში ეჭვიც არ მეპარება და დღეს მე ვიცოდი რომ შენ მღეროდი და დღეს ამღერდი. ძალიან კარგად იმღერეთ და ძალიან კარგი იყო, როგორც მსახიობმა შვენივრად გაართეთ თავი. ნინი, დიდი მადლობა და აი მესამე 10-იანი. ზურა. ძალიან რთული იყო იმ ხრივ რომ პირველი ნაწილი მომეწონა და გამიკვირდა. იმიტომ რომ პირველი ნაწილი იყო ძალიან რთული. მაგრამ მეორე ნაწილზე ისე გადახვედი და ისე აურიე თავს ამ ქალს გვერდზე რო გიდგას. დავიბენი მეც კაცო. რაღაცა გაჭირვებით რაღაცას წერ. ბოდიში ვიხდი. 9 ქულა. თეონა. დღეს კოტეს დაბადების დღეა სხვათა შორის. მერე გეთქვათ კაცო. მიულოცოთ დაბადების დღე. ილოცავ ჩემო კარგო. ცხრიანი არაფერს არ ნიშნავს. მე საერთოდ ვიტკრე რომ დარჩენილ დღეებში 7-იანზე ზევით არაფერს არ დავწერდი, მაგრამ მაინც მაიძულე და ცხრიანი დამაწერილი. ისე რომ ეს ნამდვილად ის არის. კეთილი. ართქმული და არნახული ინგრედიენტებისგან შედგება ეს დუეტი. ძალიან არტისტული, ძალიან მოქნილი, მაგრამ ძალიან არავოკალური კოტესგან და ნინი ბადურაშვილისგან, რომელზედაც მე ვთვლი, რომ უნდა სწორდებოდეს უბრალოდ მსოფლიო კამერტონები. ყველაზე ვოკალური არსება ალბათ საქართველოში. ყველაზე ლამაზი ტემბრით.
რაც შეეხება ამ სიმღერას და რაც შეეხება შესრულებას, ძალიან დამაჯერებელი იყავი კოტე პირველ ნაწილში მართლაც რომ ფაქტიურად არ ყოფილა დეტონაციები. და დასაწყის და აი რო გადახვედი ცოლზე მე აირიე ჩემო კარგე. სანამ ჩემზე იყო დაფიქსირებული ყურადღება, ყველაფერი იყო ძალიან დამაჯერებელი. აშკარად ნებას აქვს ადგილი. ამ დროს მე მეგონა რომ იას უყურებდა თვალებში. შენ გიყურებდა? მე მომეწონა დღევანდელი შესრულება, ბადურ, როგორც ყოველთვის ჩემო კარგო, დაგაკლებთ ერთ ქულას ფინალური განხეთქილებისთვის და ფინალური დეტონაციებისთვის კოტე. 9. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და მე ათიანი და ორი შეიძლება წრიანი. რაღაც. როგორ არა, ნინი შენ ილაპარაკე იმღერე. სიმღერით გითხარი თუ გინდა. ჯერ კოტეს დაბადების დღე არ არის და მინდა მიულოცო ჩემს საყვარელ ბაბუას იმედას დაბადების დღე მინდა უთხრა ძალიან მაგრად მიყვარს და მინდა იცოცხლოს ძალიან დიდი ხანია. კოტე შეგიძლიათ ცალკე მოგილოცავ დღეს. მეც ვერთები ანუ და ულოცავ ბაბუაშვილს დიდი პატივისცემი დაბადების დღეს და უსურებ დიდხანს ჯამს. აგი მე და კახიას მიულოცო დაბადების დღე ყველა. დიდი მადლობა კოტე ნინი. ანუ კი ვინ არის შემდეგი წყვილი? ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ისრაელის ინოვაციური კოსმეტიკური სპა ცენტრის სამფინალის დეშელი, კონკრეტულად სამფინალის გადასცემ სპეციალურ სასწავლმოქმედს და 12-ვე წყვილი შეძლებს 1 წლის განმავლობაში ჩაიტაროს სპა გამაახალგაზრდავებელი პროცედურების საჩუქრად. შემდეგი წყვილი უკვე მზად არის სცენაზე გასასვლელად. იმღერებენ სიმღერას ყველასთვის საყვარელი ფილმიდან Love Story, რომელსაც ჰქვია და გულგრილს არტოვებს ეს ფილმი არც ერთი თავის წარმომადგენელს, ალბათ დამეთანხმებით. კონკრეტულად სიმღერა კი ძალიან პოპულარულია, მიიღო ოქროს გლობუსი, ოსკარი ორიგინალური მუსიკისთვის და ასე შემდეგ. მითხარი რა, რამ იქონია გავლენა ამ სიმღერის შერჩევისას? ალი მაგრიუს სილამაზის ფაქტორმა ხო არა? პირველ რიგში ვიტყვი რომ სიყვარული არის მშვენიერება, ქალი არის ლამაზი. ჩვენ შევეცდებით რომ დღეს ეს ყველაფერი ანუ მშვენიერება დავდოთ სცენაზე, როგორ გამოგვივა არ ვიცი. კარგი სასმენი და სანახავი იქნება ლევანი და ნინი 95-201. კონკრეტულად პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ოქროს ფრთაური 2014 ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს ჟურნალისტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია იმართება. მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ერთ-ერთ ნომინაციაში ქრონიკის წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა გაიმარჯვა. მას ყავდა თავისი წარმდგენი ჟურის ერთ-ერთი წევრი ნიკუშა შენგელაია. გილოცავ ამ ჯილდოს ნამდვილად ღირსი ხარ შენ როგორც ამ ამპლუაში, მაგრამ მე მგონია რომ შენ სხვა ამპლუაშიც იჩენ ისეც რომ იმედი მაქვს ესე სათანადოდ დაფასდება. მეგულისხმობ შენ მუსიკალურ მონაცემებს და შენ სიმღერას. ლევან გილოცავ და სულ მალე მოგიტან ოქროს ფრთას. დიდი მადლობა ვემსახურები საქართველოს. მადლობა მეც ულოცავ ლევანს გილოცავ. ნამდვილად ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ უნდა მივსულიყავი დაჯილდოების ცერემონიაზე, მაგრამ იმის გამო რომ ეთერში ვიყავი, არ მოხერხდა სამწუხაროდ და ნამდვილად მოულოდნელი იყო ისიც რომ აი ესე პირდაპირ ეთერში მოხდებოდა ჯილდოს გადმოცემა. ნიკუშა შენგელაიას სიტყვებმა ძალიან ამაღელვა, ცოტა ვინერვიულებ და რაც თავი სტიმული მომცა. თუ აქაც წარმატებას მივაღწევთ, შემიძლია ვთქვა რომ 2014-მა ძალიან დიდი სიხარული მაჩვენა. ლევანის არჩევანი იყო ეგ სიმღერა, გამართლა კი არა და ვთვლი რომ ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე ესეთი. ეს დავუმატებ რომ არა იმიტომ რომ ეხლა ნინი აქ გვერდში მიზის. ჩემზე კაი უნდა თქვა? ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ობიექტური ვარ. არ ვიცი მე იქნე გადაწყვიტა დაწყვილების ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ ნინი არის ჩემი. ახალი სახელი აქვს. ჯეი ციკლაური. ანუ ჯეი რანის შემოკლებული ვერსია. არა, ხო, თან იცი არის, ანუ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა მსგავსი ჟანრის სიმღერა, შემიძლია თამამად ხო პირველად ვიმღერე. ანუ როგორც ლევანისთვის რაღაცა სიმღერები იყო პირველი, იყო ეგეთი, მაგრამ იყო. აი, ახლა მოდის ეგეთი. ბიძია ილუზიონი ხო გვახსოვს ყველას. ილუზიონი რო იწყებოდა ხოლმე, როდესაც ეს ფილმი გადიოდა, ნუ თბილისში სრული სიჩუმე იყო. ძალიან ბევრს რაღაცა ბექგრაუნდი აქვს ამ სიმღერაზე შექმნილი, ანუ დარწმუნებული ვარ ნახარ საქართველოს თავისი ცოლისთვის ცოლობა სიმღერაზე უთხოვია და რა 80-იან წლებში. ძვირფასო მაყურებელი და მსმენი. თუ თვლით რომ ჩაქუშა და ლუსვანა უნდა იდგნენ სცენაზე მაშინ მაშინ დაგვიმესიჯეთ
95 201. Where do I begin to tell the story of a great love can be? The sweet love story that is older than the sea. She never tries about the she brings to me. Where do I start? Will the word hello give me the meaning to the sentimental mind? You never be another love, another time. She came to my life and it's all this time. He fills my heart. She fills my heart with very special things, with angel songs, with wild imaginings. She fills my soul with so much love that anywhere I go, I'm never lonely. I'm so alone. You could be lonely. I rejoice when knowing things. How long does it last? Can love be measured by the hour and the day? I have no answers, nobody's much can say. We need till the burning way. And she be there. How long does it last? Cannot be measured by the hearts in a day. I have no answer, no nothing more I can say. I know I need your answer to spin away. And she be. How long does it last? Can love be measured by the hours in the day? I have no answers, no, but this much I can say. I know love needs her till the burn us other way. And she and she'll be ლევანი და ნინი რაღაც შევდიანად უნდა შემოვიდე. დიდი მადლობა ნინო გულიაშვილს. ნინო დიდი მადლობა. როგორც წეგან ვახსენე, დღეს სიყვარულის ტურია. მე შენია გული არ გამისკდეს ამდენი სიყვარულისგან. ამდენი სიტყვა და სიყვარული სადღა შემიძლია და ჩემო. თან არაჩვეულებრივი სიმღერები გაჟღერდება დღეს და მე მინდა აჩისთან გადავიდე. აჩი მინდა შეგახსენო ლევანი ოქროს ფრთის ფლობელი გახდა. ეხლა ხას მინდა მიულოცო. კი მიულოცე ცოტა ხნის წინ, მაგრამ ეხლა კიდე პირადად მიულოცავ. ლევან გილოცავ ნამდვილად და მე მიმაჩნია რომ ტელევიზია იმედი უმდიდრესი ტელევიზია რომელსაც ყავს ესეთი წამყვანი ნამდვილად. ათი რა თქმა უნდა იმიტომ რომ არაჩვეულებრივი შესრულება იყო და ძალიან კარგი იყო რომ ეს იყო ფორტეპიანოს თანხლებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნინოს. თემურ კაზარაშვილი შეგვაფასებს. ისე მე შემიძლია ვთქვა რომ ბედნიერ ტურზე მოვხვდი ჟიურიში, იმიტომ რომ ისეთი სიმღერებია რომ მე მგონი ყველა უნდა იყოს აი ესეთი კაი შესრულებული. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს ორივე არაჩვეულებრივად შესრულდა და ვიცი რომ რა თქმა უნდა პროფესიონალი არ უნდა შევაფასო, მაგრამ ნინის მე არ ვიცნობდი, არ მყავდა მოსმენილი. ბრავო. და მომეწონე. ლევანზე აღარა ლაბარაკი, რა თქმა უნდა 10. დია. ლევანი ნინი, მე მგონი უკვე დროა იფიქროთ დუეტზე და მე მგონი ეს ნამდვილად ესეა. ჩემო კარგებო, ძალიან არაჩვეულებრივი სიმღერა.
ლევან, ნუ მორცხობ, ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ შენ კარგად იცი რომ არა, უბრალოდ ჩემი ნამღერით არ ვარ კმაყოფილი. ხო, აი ამას მე ხვდები და ვგრძნობ, მაგრამ მე ძალიან მომეწონეთ. ჩემი რჩეულები ხართ? 10 და გთხოვ დაუმესიჯოთ, ძალიან გთხოვთ. ხო, რატომაც არა. სურა. რა ვქნა კაცო? რასაც ფიქრობ იმას ვიტყვი. დიდი ბოდიში. ხო, მაგრამ თუ მე კოტიკოს ჩემი ჭკუით მოუმატე, მე დღეს ამ კაცს ვისგანაც ველოდებოდი გაცილებით უფრო საინტერესოს ვუკალებ. არ გეწყინოთ ხო? არა, ნუ აბა არ გამო ამისგან მე მეგონა რომ ავოე და იყო ავოე და ეხლა აღარ არის ავოე გესმის? რვა. ო, ეგრე. მეც არ ვიზიარებ ჩემი კოლეგების გავამხნევებთ ერთი წამი თუ შეიძლება გავატონოჟიური ბოდიში. ჩემი კოლეგების ნახევრის აქტოვანებას და მინდა ვთქვა რომ გიждდები თქვენ წყვილზე და ამას არ ვალავ მთელი 10 ტურის განმავლობაში. რამდენადაც დამაჯერებელი იყო ნინი დღეს, იმდენად არადამაჯერებელი იყავი ლევან შენ. ანუ დუეტი არის ალბათ თუ ვოკალურ კლასიფიკაციას განვიხილავთ, ალბათ არის ყველაზე ძნელი ჟანრი და რატომ? იმიტომ რომ არის ორი ინდივიდი რომელიც აბსოლუტურად ერთნაირად, ემოციურად ერთნაირად უნდა გრძნობდნენ ერთმანეთს, რაც აბსოლუტურად არ იყო ამ დუეტში. ლევან, პირველი კუპლეტი შენი თხრობა იყო ფრიად უინტერესო, არც ვოკალურად არ ჟღერდი და არც დრამატურგიულად სამწუხაროდ და რამდენადაც კიდევ ერთხელ ვიძახი, დამაჯერებელი იყო დღეს ნინი, იმდენად არადამაჯერებელი იყავი შენ. 8. მეორე რვიანი, 3-10 და 2 რვიანი. ობიექტურობაში ეჭიარება, თავადაც იგივე მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე მიღებულია ალბათ ესენი, ხო? დიდი მადლობა. მადლობა. არა უშავს, SMS-ებით დაგეხმარებით, ლევან. რა თქმა უნდა. უნდა გააქტიურდეს ჩვენი მაყურებელი, როგორც თქვით, დღეს ბევრი სტუმარი ყავს ორ ვარსკვლავს და მე მინდა სცენაზე მოვიწვიო. უკაცრავ. აჩი მეფარიძე. 90-იანების ყველაზე პოპულარული სასიყვარულო სიმღერა. რუსა მორჩილაძის ამოდი და მითხარი რამე. აჩის გიტოვებთ? მოდი ხარ ჩემსკენ შენასა ვერაფერს გიმალავს კაბა ნაცრობის სურნელი როგორ მომენატრე თუ ჩემი ეხება თუ ჩემს გაშენის უნდკვანას ჯურჯული პირდება ყლავ საოცარ ღამე მითხარი კიდევ მითხარი რომ ეს არ ყოფილა სიზმარი მიხარხარ მე შენ მიხარხარ წამოდი ჩემთან წამოდი ყოველთვის ამ სიტყვებს ვამბობი და ახლაც შენ კვლავ ჩემთან ხარ თვალებში ჩაგხედავ ნაზა თუ ჩემი გეტყვიან ჩუმად მინდა რომ გაგოცო აღარა ვარ მარტოს შეხედე საოცარ ხამეს თვარეს დავარსკვლავებს მინდა რომ ერთმანეთი სიზმარში ვნახო მიხარი კიდევ მიხარი რომ ეს არ ყოფილა სიზმარი მიხარხარ მე შენ მიხარხარ წამოდი ჩემთან წამოდი ყოველთვის ამ სიტყვებს ვამბობი და ახლაც შენ კვლავ ჩემთან ხარ და ვერადი ნაზის მანება
დიდი მადლობა. ძალიან ნოსტალგიური სიმღერით. საქანელაზე მინდა ჩამოუჯდე რა. ლელა შენთან ერთად დავჯდებოდი აციამონები. აბადაჭიხი. მე გაგაქანალებ. ეს იყო პეტერბურგში. ჩვენი ნავი მიაპოვდა ტალღებს. გახსოვს? მოგეპარე და გითხარი. იმედზე რეკლამის დროა თქო.
ჩემი ვარსკვლავი შენ ანგელოზა ღმერთმა გაგუხა თვარემ გაჯუხა ზევდი საფარი შენ ახარ ჩემი ვარსკვლავი Alô! Alô! Bravo! Pancheras Kari. არ ვიცი ამ სიმღერამ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გამახსენა. ალბათ ძალიან ბევრს დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, გერაცვალე. მოვალ. ახლოს მოვალ. კონკურსი გრძელდება. და რა თქმა უნდა ჟიური მზადყოფნაშია და ანუკის გამო გავარკვიოთ რა ხდება, იმიტომ რომ დღეს სიყვარულის ტური გვაქვს. ბედნიერების და სიხარულის ტური, სიზე გვაქვს. საკმაოდ ლამაზი სიმღერები ჟღერდება. ანუკი, ვინ არის შემდეგი წვილი? ну ფაქტია რომ დღეს არის ვარსკვლავთ ცვენა თუ ჟიურის რიგებში თუ მაყურებელთა რიგებში თუ ჩვენ მონაწილეებს შორის ამიტომ გამახსენდა თუ გსურთ გამოიყურებოდეთ როგორც ვარსკვლავი თუნდაც ჰოლივუდის ვარსკვლავი შეგიძლიათ მიმართოთ მედის მიერ შემოთავაზებულ ზელტიკის მეთოდს რომელიც არის ცხიმების მოყინვით დაწვა ანუ პრინციპში არის იგივე რაც ლიპოსაქციობრივ ოპერაციის და რეაბილიტაციის პერიოდის გარეშე სულ რაღაც ერთ ვიზიტში 42 თვეში ეს რა თქმა უნდა განვადების ხარჯია და კიდევ ერთი განვადება მოქმედებს ყველაფერზე მეტში აი მიშაო გამოეხმაურნენ ნამდვილად მიშა და სოფოს რიგია. ახლა ისინი იმღერებენ ძალიან მაგარ სიმღერას ფილმიდან რომელიც მე როგორც მინიმუმ 5 ჯერ ხომ აქვს თანახი და დარწმუნებული ვარ უამრავი თქვენთაგანის საყვარელი ფილმიც არის სინდი პოლაკის ფილმია სხვათა შორის ტუცი დასტინ ჰოფმანის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი როლი და გრუსინის უკვდავი საუნდტრეკი. შეგიძლია მიმართოთ ჩვენს გულშემატკივარს აი როგორ აქ მე მინდა მივესალმო ჩემს გულშემატკივარს და განსაკუთრებით მინდა მივესალმო წყალბურთელთა 16 წლის ნაკრებს ახალგაზრდებს რომელიც ძალიან წარმატებული ნაკრებია და მინდა მათ მივესალმო. მიშა და სოფო it might be you SMS ნომრი 95 204. მიშკას აქვს დაბადების დღე. მე ვარ მიშკას და დავგეგმეთ რომ გაგვეკეთებინა სიურპრიზი მიშკასთვის. ეხლა მოვედით ყველანი ძალიან ჩუმად რომ მივულოცოთ მიშკას დაბადების და თავისი მეგობრების საუკეთესო მეგობრები წყალბურთელები და მოდით ნახეთ როგორი ტორტია. შეხედეთ როგორ თემატური ტორტი მომზადდა. ძალიან გამიხარა და ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს ესეთი ორგანიზებისთვის. ეს ხომ საიდუმლო რა ჩაუფიქრე მე ამიტომ ვერ გეტყვით 26 მაისს. ისე სწრაფად გაიგინა ამ პერიოდმა, რომ ვერც მივხვდი, მარწყა რა, რამდენი ტური გავიდე. დავიწყე პროექტში მაგრამ 27-ის ვარ. რომ მოვედი პროექტში, მინდა და 2 ტური მაინც დავრჩენილიყავ. უფრო მითხრა რომ მე აზართ შეხო, რაზეც მითხრა რომ არა შანსები. ეგრე ის კონკურსმა. და უფრო აზარტში შევდივარ რომ მოვხდი ხუთეულში და ძალიან მინდა ფინალში გავიდე. უემოციო გეტყვით ბოლო ტურში 10 საათზე ეთერი წყებოდა და წყლიდან ამოვედი 9:30-ზე. ერთ მომენტი თუ დააკვირდით, არ ვიცი. შუა სიმღერის დროს დამეჯახა. ძალიან. ეხლა მიშკა რომ მე დამეჯახა. კაცი არ არჩათ. ჟიური შეფასებით ძალიან კმაყოფილი ვარ. უბრალოდ ჩემი რაღაც უკეთესად მინდა ხოლმე, რაღაც ისე არ გამომდის. ყოველთვის როგორც მე მინდა. ჯერ არ გამომსვლი ისე რაც არის რაღაც. ელოდება თავის სიმღერას. არის ერთი სიმღერა, რომელიც
რაც მოვიდა პროექტში ითხოვს რომ გეხვეწებით მომღერეთ ეს სიმღერა. ის და არ ვიცი შეუძლებ თუ არა. თუ მოვხდით ფინალში იმ სიმღერას პირდები რომ ვიმღერებთ იმ სიმღერას. მედია მომღერებელი. ამ ტურში ჩვენ გვიწევს სიმღერა კინოფილმიდან ტუცი სასიყვარულო სიმღერაა. განსაკუთრებით მიშას გულშემატკივარ გოგოებს ეხებათ ეს ყველაფერი თუ მოგეწონებათ მიშას რომანტიზმი ასე ვთქვათ სცენაზე არ უნდა მეთქვა? კი. დაგვიმესიჯეთ 95 200 მიშა და სოფო. დიდი მადლობა რუსა მორჩილაძეს. ელემბის. და ჩვენს ბექ-ვოკალის გიორგი ციკოვანი, ნიკო ბერიძე, მაგო კვიტაშვილი და ანიკე კუა. 4-ვეს დიდი მადლობა, 3-ვეს დიდი მადლობა ანიკე კუა. შენც მადლობა. რატო რა ვიცი, მაგრამ უბრალოდ ესე მომინდა რომ ეთქვა. აკარგები იყავით, ყოჩა, კარგი ის იყო რა ქვია. აჩი გისმენთ. ყოჩ. ძალიან დიდი მადლობა პირველ ყოვლისა ქალი ორკესტრი რუსა მორჩილაძე ესეთი აკომპანიმენტისათვის. რუსა დიდი მადლობა. ეს მართლა ორკესტრის თანხლება იყო და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა შემსრულებლებს, იმიტომ რომ მიშა მე ძალიან მომეწონა საწყისიც მიუხედავად იმისა რომ ღელავდი სოფო ძალიან კაი ხარ გენაცვალე ძალიან კარგი და
რა თქმა უნდა ეს სიმღერა თვითონ იმდენად კარგია, ისეთი არაჩვეულებრივი ფილმია და ასოციაცია მაინც ამ ფილმთან გაქვს ამ მუსიკასთან დაკავშირებით, ხო? რომ რა ვიცი, მე აღფრთოვანებული ვარ, ძალიან დიდი მადლობა. 10-იანი. არი 10-იანია რაღაცნაირი, ომახიანად. თემური. უფ როგორი სიმღერა, ესე იგი ძალიან მაგარი სიმღერაა და რომც მეკამათოს ჩემი მეგობარი კონტრიძე, მე ძალიან მომეწონა კონტრიძე ეს ნამღერი ხა და წერ 20-იანს. დიდი მადლობა. ია. კიდე ერთი 10-იანი. მე მგონი ამ პროექტის მერე, ამ შოუს მერე მიშა ჩვენ გიხილავთ როგორც უკვე მომღერალს. ძალიან კარგი იყავი სოფო, ჩემო კარგო, არაჩვეულებრივი, მშვენიერი დუეტი იყო და ძალიან მომეწონეთ, მაგრამ ცოტა რაღაცა მორიდებული რო ხარ, ხო იცი? მე გაჩვენე. ისა, ია, ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო ხა. მორიდებული, ნერვიულობ და მომღერალი რო გამოდის სცენაზე და თუ არ ნერვიულობს, ნუ ის არ არის მომღერალი, ის არის იდიოტი, არ არის მომღერალი. მე მესმის ყველა უნდა ინერვიულოს, ისი არ შეიძლება. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი, ჩემო კარგო. რო არ ინერვიულებს, ის რო არ შეიმჩნევს. ეს სხვა რამეს, აბარა. აი ამაზეა ლაპარაკი. 10-იანი. მაგას სწავლა უნდა რომ მოიტყო როგორ არ ნერვიულობ. არა, რო არ ინერვიულო არ არსებობს, მაშინ არც არაფერი არ გამოგივა, არც ცუდი, არც კარგი, არაფერი არ გამოგივა, საერთოდ არაფერი არ გამოგივა. არ ვიცი, ეხლა მე ვფიქრობდი რომ ამათმაც თუ გამიტეხეს მეთქი და რაღაცა აი ნერვიულო. და? რა დავაი, იმიტომ რომ იმ ორმა გამიტეხეს და ეხლა მეთქი ამათმა ვა. შენა განებე თავი. ეხლა მე დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ და ძალიან შენზე არა ცოლზე ვარ გაბრაზებული. კინოცოლება. მოკლედ, არა, არ გამიტეხეს ამათმა ნამდვილად, მაგრამ არც გამისწორეს. ურა! 9 ქულა. თეონა. ეხლა მე შევეცდები ჩამოვაყალიბო ზურიკომ რაც თქვა. აი, ესეთი რა დღეში ვარ, ხედავ. ეხლა მე და იამ დავარქვით ზურა კონტრიძე. ზურა კონტრიძე. ზურა კონტრიძე. თეონა ყიფშიძე ჯობია. უფრო ცნობილი გვარია და მირჩევნია მე ავიღებ. დრუჟბა, ჟუვაჩკა. ჩემ გვარზე. ბავშვებო, რა შეეხება თქვენ დღევანდელ შესრულებას? It Might Be You არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი love ballad მსოფლიოში. Dave Grusin შემიძლია დაუჩოქო ამ კომპოზიციის გულისთვის. ბატონო Dave, მე თქვენ გიკრავთ დასს. ესე იგი, ტესტესტორონის სუნმა წამლეკა და თხოვ რომ დააოკო შენი ბიჭები. ერთი რამე ვერ გავიგე, ხრიანი, ცუდი შეფასება. არა, მაგარია, ზურა, რას ლაპარაკობ, ხრიანი ვერ გავიგე რა. საქმე იმაში არის, რომ თქვენ დუეტს ახასიათებს ერთი რამე, არის ძალიან თბილი და არის ძალიან დრეკადი. დღეს აი ეს მელოდიური დრეკადობა თქვენ შორის ემოციური თვალსაზრისით გულისხმობ. არ იყო. სულ გრძნობდი რომ მიშა რაღაცას იჭერდა სოფოს, ანუ სოფო აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, მაგრამ მიშა დღეს პირველ კუპლეტში არ იყო თბილი მიშა. დღეს მიშა იყო არადამაჯერებელი და ცოტა მოცქუტული და ცოტა კურცქვიტა ზურა. დღეს ვარჯიშზე ქალბატონო თეონა მინდა გითხრათ რომ თურმე ბასეში წყალი ცოტა შეცივდა და დაავიწყოთ რომ გაეცბოთ და ვარჯიშზე ცივი წყლიდან მოვიდა და მაგით. მოკლედ იყო ნამღერი. მოაყარე. მოკლედ იყო ნამღერი. ბიჭებო, რაში არის იცით საქმე ფიგურის გულისთვის რომ წერდნენ ქულებს, მე დღეს სცენაზე არ ვიდგებოდი. ვაგრძელებ ჩემ სპიჩს. დღეს იყო ნამღერი სწორხაზოვნად და არათბილად, რაც არის დაუშვებელი ესეთი ბალადისთვის. ჩემგან თქვენ 8 იმსახურებთ დღეს. ვაი. 10 9 8. დიდი მადლობა. შენ არ ინერვიულობ მიშკა მაგაზე? მაფა. SMS-ებშიც გამოვხატოთ ეს მხარდაჭერა ბიჭებო. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. დუტა. ლელა.
ჩვენ დღეს ბევრი სტუმარი ყავს, ძალიან საინტერესო, ძალიან საყვარელი. მოდი საყვარელი ძალიან კარგი სიტყვა იყო ეგა, ზუსტად მიესადაგება ამ პიროვნებას. ნამდვილად იმ ადამიანს, რომელიც ეხლა ამოგზანდება სცენაზე. ეს გახლავთ ნინი ცნობილაძე. გთხოვ ნინი. Pressure death for seekers cancer. It was sort of punk rock. I grew up in hip hop and you feel me better than my favorite sweater. Than I know love is me. Love hurts. Seems to remember the day we met in December. Oh baby, I will love you till the end of time. I will wait a million years. Promise you remember that you're mine. Baby, can I see through the tears? Love you more. That's me just before I say you remember. Say you remember, baby. Ooh, I will love you till the end of time. Big dreams, get gangster. Said you had to live to start a life over. I was like, no, please stay here. We don't need no money, we can make it over. But it had to come a Sunday, said it come a Monday. I say, wait on a disappoint, only patient, or he was chasing the paper. Got up in the game, it was the last I heard. Every night, and baby, that's alright. But I told you that no matter what you did, I'll be by your side. I'm ready to die, 'cause you were fell fly. 'Cause I was least to try, but you walk out the door and piece of me die. I told you I wanted more, and that's why I had my mind. I know we were before, we were dancing all night, but you took it away. Stole you out of my life. You just need to remember. I will love you till the end of time. I will wait a million years. Promise to remember that you're mine. Baby, can I see through the tears? Love you more. That's me just before I say you remember. Say you remember, baby. Ooh, I will love you till the end of time. დიდი მადლობა. ნინი ზობილაძე. დიდი მადლობა, ნინი. მადლობა, თქვენ და გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას და ვუსურმებთ წარმატებებს. აი ესე ხელმე კომა თუ არ ამარტყა სცენაზე ისე არ შეუძლია და რა ვქნა. ერთი კიდე და ეგ არის წავედით. მადლობთ. ნინი ზობილაძე აპლოდისმენტები გავაცილოთ. თუთა, მე მეშინია ამ პროექტის დასრულებამდე შენ არ გაგიჟდე. რატო? რა ვიცი. გაბრეკე. არაადეკვატური მოძრაობები გაქვს და არაადეკვატური, ეს ჩემი ინდივიდუალიზმია, ლელა. ძალიან განსაკუთრებული. ყველას ადეკვატური აქვს და მე მაქვს არაადეკვატური. ისევე როგორც გონება მაქვს მოწყობილი არაადეკვატურად. აი ნახე, ხელი გიჭირავს და სხვა რამეზე ფიქრობ. ეს ჭაღი არ ჩამოვარდებოდეს ეხლა და რაღაცებზე ფიქრობ აქედან. ჯობია ჩემზე დაეცეს კრანავში კი მოკვდება. რაღაცები გეშინია რა. და ჩემზე იფიქრე, ჩემზე. ლელა. მამული ჩაქარი. აქ არ არის, მაგრამ გიყურებს ტელევიზორში. მამულიჩ. მეცაც გეტყვი, აი?
კარგი, გავაგრძელოთ, იმიტომ რომ კონკურსია მაინც ეხლა. ძალიან არადეკვატურები გავხდით ორივე ლელანდა. ანუ კი, ხო ადეკვატური ხარ, ჩემო კარგო, რა ხდება შენ? რა ქვარ და ვაგრძელებ, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ჩვენს ძალიან კარგ კონცერტს, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ, გემრიელად და სახალისოდ მიმდინარეობს. My Funny Valentine, რიჩარდ როჯერსის სიმღერა, რომელიც Broadway-ის მიუზიკლისთვის დაიწერა Babies in Arms ასე ერქვა. შეასრულა მას შემდეგ ძალიან ბევრმა დიდმა მომღერალმა, მათ შორის იყო ბარბარა სტრეიზანდი, სტინგი, დაიანა როსი, აი დღეს ირინა და გიორგი შეგვისრულებენ. ჯაზ ბალადაც ცადეთ, როგორც ხედავ, ხო? ცადეთ, ხო, ძალიან რთული იყო, მაგრამ ვეცდებით რომ მოეწონოს მაყურებელს. მე ამის იმედი მაქვს, იმიტომ რომ თქვენი შესრულება როგორც წესი ყოველ ჯერზე მომწონს ხოლმე. SMS ნომერი მაყურებელს 95-208. ისურვებ წარმატებებს. ირინა და გიორგი. წელს Fashion Week სტუმრის სტატუსით ვესწრები ხოლმე და წელს აი ესეთ გამონაკლისია რომ რომას ჩვენებაზე გამოვდივარ და ცოტა მერიდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია აღარ ყოფილვარ, არ გამოვსულვარ ჩვენებაზე, გავიხსენებ ძველ პროფესიას. მე ვცხოვრობ სტამბოლში, იცით ალბათ და რო ჩამოვედი გადაწყვიტე რომ Fashion Week-ში მიმეღო მონაწილეობა და ვიყავი 2 ვარსკვლავში. და ეს გოგო დავინახე, ამ გოგოზე გავგიჟდი. რაღაც ენერგია დამოვიდა ჩემში, რომ ამ გოგომ უნდა დახუროს ჩემი ჩვენება. ეს არის ჩემი კარალება დღეს. While lying in my bed მიხარია Fashion Week-ი რო იწყება თბილისში, რომ უდიდიერესი ვარ. მეც მივიღე სხვათა შორის. დიდი სიამოვნებით ძალიან დიდი თხოვნით მოვიდნენ ჩემთან რომ გამოსული ხოლმე, რომ უბრალოდ დროში რაღაცა ისე. ისე იგი როგორც იქნა რუსამ და მე დავით ახმეთი ამ სიმღერის ღერაზე. თუ როგორ არის? შესრულებაზე. შესრულებაზე. ძალიან მეშინია. ყველგან ამას უსმენთ მანქანაში სახში რეპეტიციაზე. ამით ვიზინებ ამის მივიძებ. ახლა რომ მოვდიოდი სიტყვების მიდევს საჭესთან და თან მღერი და თან აი ცოტა გარედან ასთან ახავი ვარ სულ მომდები. Love story-ია ხო, მაგრამ ჩვენი რაღაც ისეთი უცნაურია, რაღაც ისეთია უკვე მხატვრული. და ჩვენ ამ სიმღერას ვიზინებთ ყველა შეყვარებულ ადამიანს. არა. ისე ჩამოსვათო მოკლო. შევტოვეთ და შევტოვეთ მოკლედ ფინალისკენ და გვევით როცა ვიდექით ბოლოს ან წინა კვირას რაღაცა ეს დიდი რკალი იყო თავიდან და ეხლა რო აღარ არის და ძალიან ცოტა ვდგებართ რაღაცა ემოციურად ისაა რომ უკვე ხვდებით რომ თუ აღარ მინდა მეპირადად გავანაი რაღაცა ისეთი მომენტი სხვანაირი მომენტი რაღაცას ვერ აქვს გიორგი როცა აუთსაიდერებში დგას ყოველთვის მისი ემოციები უფრო მეტად მატულობს ოშე არა მაგრამ არ სამში არ ვიდექი სამში ვიდექი კიდე არ ვიცი უკვე დამავიწყდა რა ჩვენი ტრადიცია რა ესეთი ტრადიცია დავკვირდა მოუწოდებთ ხალხს და მხოლოდ და ეხვეწებით და რა ვიცი მე ძალიან გთხოვთ 95-208 გავიწევ Funny Valentine, sweet comic Valentine, you makes me smile with my heart. Your looks are laughable, unphotographable. You're my favorite
care for me. Not if you care for me. Stay, little Valentine. Stay. Each day is Valentine's Day. Funny Valentine, sweet comic Valentine, you make me smile with my heart. Your looks are laughable, unphotographable. Yet you're my favorite work of art. Is your figure less angry? Is your mouth a little weak? When you open it to speak, are you smile? Don't change your hair for me. Not if you care for me. Say, little Valentine, say. Each day is Valentine's Day. დიდი მადლობა. ესე ადგა ჟიური, ხალხი, ყოფილი კონკურსანტები, მეგობრები, ჩემი ოღონდ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ანიკა მურვაინძის სკოლა სტუდიას და სტუდია თელას და რა თქმა უნდა ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. პირველ რიგში. ჟიურისგან დავიწყეთ მუსიკის შეფასებებს და ნელ-ნელა გავყვებით საზოგადოების შეფასებებზე SMS-ებით და უპირველეს ყოვლისა უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ რუსამ მორჩილაძეს ესეთი არაჩვეულებრივი პროგრამის შერჩევისათვის. დიდი მადლობა მეც პირადად რუსას რომ ეს სიმღერა შემირჩია. ეს არის ჩემი, აი თუ მიყვარს ცხოვრებაში ერთი, ძალიან ხუთი სიმღერა აი ხუთეულში არის სწორედ ეს. ძალიან კარგი იყო, ძალიან ვარსკვლავები ხართ ნამდვილად, ეს ნამდვილად ორი ვარსკვლავი დგას ეხლა სცენაზე, ვისაც მე ვუყურებ. რო შეიძლებოდეს ყველას ერთად დაჭერა აი ესე, ალბათ უფრო უპრიანი იქნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. 10 ბევრებით. საჩქომ დამასრო. აღარ დამასრო, მინდოდა მე თემურში როგორ შეაფასებდი თქო და არ მაცალა. იმიტომ რომ ძალიან მეჩქარება თქმა, просто საჩქომ დამასრო, მაინტერესებდა, უნდა მეკითხა პროგრამა ვინ შეადგინა მე რუსანო მიდიხარ შენ შეგიდგენია პროგრამა ხეცი ხარ, ძალიან მაგარი ხარ, ძალიან მაგარი და რაც შეეხება მონაწილეებს ჯერ ვიზუალია ისეთი ეს ორი ადამიანი რო იდგა სცენაზე რომ აი აღარ უნდა სიმღერა. არ ავწევ ხო? მიხვდით უკვე რასაც ავწევ ხო? აწიე მაინც დავაფიქსიროთ. ავწევ კაი. 10. დაგლიჯეთ. მაგრები ხარ, ჩემო კარტებო. გიო. ჩემი კაცი ხარ, შენ შემოგევლე მე. ძალიან მიყვარხარ. მეც. აი, მადლობა. 10.
ჯურა გაასწორეს? შენ წარმოიდგინე ხო? Yes. აი ეს ის მომენტი იყო რა. შეგატყვეთ, იყურებთ იურის უყურებ ხოლმე ძირითადად მე და შეგატყვეთ ყველა. მე ჩემ თავს არ უყურებ და ძალიან რაღაც დაბნეულიც ვარ ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ აი ეს დღე რაღაცნაირია რომ ანუ სიყვარულის დღეა ეს მის აქ ძალიან მინდა რა ეს რაც აი შეცდომები შეიძლება იყოს კაცო რა მნიშვნელობა აქვს. აი აქ თუ ახლა აი ეს ხო თუ გაგაჟიჟინა თუ გაგაჟიჟინა. მე ხო და გაგვაჟიჟინა. იყო. კი. მადლობა. 10. ჩემო საყვარელო დუეტო დღეს თქვენ ანახეთ იდეალური ესტრადის ნიმუში. ბრავო. ეს იყო ნამდვილი დუეტი, პირველი დუეტი დღეს. ანუ იყო ეს ემოციური ერთობა. გიორგი, შენ იყავი არაჩვეულებრივი, ძალიან დელიკატური დუეტმენი და თვით ჟღერდი როგორც უნდა რომ ნამდვილი ჰეტეროსექსუალი ჟღერდეს სცენაზე. ბრავო. რა შეეხება გულას? დუტა, მინდა გითხრე ჩემო საყვარელო, რომ ძალიან გიხდება ეს კოსტიუმი. ძალიან. და საერთოდ ბაციფერები გხატავს. მართლა? დიახ. არ მასუქებს? პირველ კუპლეტში ირ რომ დაგეწყო, ჩემ გემოვნებას ვიძახი, ხო, ჩემი გემოვნებით. პირველ კუპლეტში რომ ყოფილიყო ცოტა მეტი ინტიმი და ცოტა ნაკლები მელიზმები, დღეს იქნებოდა 10, მაგრამ 9. დიდი მადლობა. 10. 49 ქულა ყველაზე მაღალი ქულა მიიღე. მადლობა. და ნახოთ რას იზამენ შემდეგი კონკურსანტები, უბრალოდ კონკურსანტი და მისი მეწყვილე. ისინი არიან ბოლო კონკურსი. ბოლო გამომსვლელები არიან ეს გოგოლა, აბა შენიცი გამარდი, ნოდიკო შენიცი. დიდი მადლობა წინა წელს ასეთი სიამოვნებისთვის და სოლარიუმების კლუბს და სილამაზის სალონების ქსელ ნატალის, რომელიც ზრუნავს ჩვენს გარეგნობაზე და მე მგონი ცუდად არ გამოვიყურებით. რაც ავარია უნდა გითხრათ, რომ ამჯერად გთავაზობთ წამწამების სამთვიან დაგზელებას, სულ რაღაც 95 ლარად ძალიან დიდი ფასდაკლება, ასე რომ გოგონებო ისარგებლეთ ამ შემთხვევით. აი გოგოლა და ნოდიკო არიან ჩემთან ბოლო კონკურსანტი წყვილი, რომელიც ახლა დაიკავებს სცენას და ზუსტად ვიცი ძალიან ეჩქარება ჩვენ თბილ და სიყვარულით სავსე ტურში, რომ ძალიან ლამაზი სიმღერა შეასრულოს. Trouble in Paradise. მაინტერესებს ელჯეროსეული ვერსია თუ რამე ორიგინალური? ელჯეროსეული ვერსია და ჩვენი SMS ნომერი 95-201 დაგვიმესიჯეთ. გოგოლა და ნოდიკო Troubles in Paradise სცენაზე. როგორ უცებ გავიდა ეს დრო? და როგორ უცებ დარჩა ორი კონცერტი ფინალამდე. და რამდენი რამე გავაკეთეთ ამასობაში. ძალიან მამაყო გოგოლშენ. ზეგი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურია ჩემთვის და გოგოლასთვის და გოგოლასთვის განსაკუთრებით რთული ტურია, იმიტომ რომ ღერის ძალიან რთულ სიმღერას. ყველაზე რთულს რაც აქამდე გვიმღერია და მე ცოტა გაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ გოგოლა მეც შეძლო. მე რაღაცა მგონია რომ ვერ შევძელი და რაღაცა არ გამოდის, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთული სიმღერაა. და ამიტომ არ ძალიან ცუდ ხასიათი და მეტირება კიდევაც. სახში მთელი დღე ტირება და რაღაც მგონია რომ რაღაცა რთულია. მთელ სიმღერას, მთელ მელოდიას და მთელ არანჟირებას მოაქვს ძალიან ესეთი კარგი და დადებითი ემოცია. და მგონია რომ მაყურებელი აღყვება. დარბაზშიც და ეკრანეთანაც გაერთიანდა. აქედან წამოვიდეს ის ემოცია, რაღაც ის გრძნობა, რომ და აიყოლე ვთქვათ მაყურებელი. ამდენად ავიყოლებ მაყურებელს, არ ვიცი რამდენად ვიმღერებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევეცდები. არ ახსოვს ამ კონკურსს გოგოლას გამოსვლა, როდესმე ყოფილიყოს არა აყოლებადი ხალხის მხრიდან, მე მგონია რომ ესეც იქნება რამდენჯერმე თუ აუთსაიდერებში. რაცა ისეთი გახდა, გავითავისეთ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ გავითავისეთ, მაინც ნერვიულობ, ხო, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რომ გავარდ. Your tattoo black on brown. სადაც არ გავარდები. ჩვენი SMS ნომერია 95-201. ძალიან მერიდება, მაგრამ მაინც უნდა დამიმესიჯეთ, რომ გადავიდეთ. And I know you're scared. You can hold him back much longer. When it's
seems every running up the time. That is something should be stronger. If you care about him, don't you love the burning light? Would you turn around and through it all the way? Just let him know today. It looks like traveling paradise, travel paradise. You're burning in love, it's cold as ice, cold as ice. Go out there, find a place so you can run him up again. And it looks like traveling paradise, travel paradise. You're burning in love, it's cold as ice, cold as ice. Go out there, find a place so you can run him up again. I'm past your life, be fighting over life. You can hold me back much longer. Oh, and it seems that through you're running over China. There is something not the longer. If you care about him, don't you ever know his love? Would you turn around and throw it all away? Just let him down today. And it looks like traveling paradise, travel paradise. You're born in love as cold as ice, cold as ice. Go out there, find a place so you can find him up again. And it looks like traveling paradise, travel paradise. You're born in love as cold as ice, cold as ice. Go out there, find a place so you can find him up again. And it looks like traveling paradise, travel paradise. You're born in love as cold as ice, cold as ice. Go out and find a place so you can put him up again. And it looks like traveling paradise, travel paradise. You're born in love as cold as ice, cold as ice. Go out and find a place so you can put him up again. Do you feel it both again? Feel it up again. და ნოდიკო. დიდი მადლობა ჩვენს back vocals. მადლობთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ. გიორგი ჩიკოვანი, ნიკო ბერიძე, მაგო კვიტაშვილი და ანი კეკუა. რაღაც ცუდად გადაიგე. ჩემი ანი კეკუა ეგ. აჩიკისვენთ. ნამდვილად საზეიმო სიმღერა იყო. აი და კოდისთვის ვინაიდან მეხუთე წვილია ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ემოცია შემოიტანა და ზეიმი და დღესასწაული და თან სიყვარულს სიმღერები რომლებიც ეძღვნება სიყვარულს ძირითადში სულ ყველა ნელია და ამ შემთხვევაში თქვენ პლუსი გაქვთ, იმიტომ რომ სიმღერა იყო მაჟორი, სიმღერა იყო ზეიმი, სიმღერა იყო მოძრაობა, ძალიან კარგი და ამ მაჟორულ განწყობაზე მე ვარ მაჟორული 10-იანი, თემურ თათარაშვილი დაწერს ასევე 10-იანს. რა თქმა უნდა დავწერ 10-იანს, იმიტომ რომ თაგანახე მათქმევინე რა. ახსენით რატომ? მათქმევინე. იმიტომ რომ საერთოდ ეხა მე როგორც იცით დუტა შენ მე ვარ ლირიული მომღერალი, ხო? და ლირიკა უფრო ადვილი სამღერია საერთოდ ვიდრე აი ეს რაც იმღერეს ეხლა გოგოლამ და ნოდიკომ. მე ვამბობ ადვილი სამღერია. ლირიკა რა თქმა უნდა. საიდან რატომ? ნუ ეხა მე პირადად ესე უფრო გამოვდის. ხო და რაც შეეხება გოგოლას დავყრუდი რომ გამოხვედი ისეთი ლამაზი იყავი პროსტა რა არც მომისმენია რა იმღერე ისეთი ლამაზი ხარ გოგოლა პროსტა რა მეც ამ დღეში ვარ ზუსტად გადასარევი იყო არაჩვეულებრივ გოგოლა ძალიან გახსნილი ხარ ძალიან არტისტული ხარ ნოდიკო შენი დამსახურებაც არის ამაში ძალიან და ნუ მე ხო ძალიან შეგოჭილი ბიჭია ეს საერთოდ და სცენაზე მით უმეტეს არტისტიულები იყავით ძალიან კარგი 10 ზურარას გეთქვის ხო
მოკლედ ლირიკა თურმე უფრო ესე იგი მაჟორი უფრო ადვილია ვიდრე მინორი. მინორია ყველაზე ძნელი, მე მგონი, რა ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორის და მინორის უნდა შესრულდეს იმ დონეზე, რომელზეც უნდა შესრულდეს და უნდა იმოქმედოს და 1000 რაღაც უნდა მოხდეს და შეცდომები არ უნდა მოხდეს, არ უნდა ხდება ეს შეცდომები. მაგრამ შეცდომებს უკეთებს ბალანს ის, რომ ზემოქმედება რა, მოკლედ. მე დღეს დიდ ბოდიშს გიხდით, მე 9-იანს გიწევთ. 9? ეს არის უდიდესი გამბედაობა იმღერო ელჯერო, როდესაც ვოკალურად ვთქვათ ასე ხარ შეზღუდული. რამე თუ ელჯერო არის შემსრულებელი, რომელმაც ჩამოაყალიბა თავისი ვოკალური სკოლა. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან დარბაისხლად ჟღერდა ეს დუეტი. ძალიან დიდი მადლობა, ნოდიკო, იდეალური პარტნიორი ხარ. რაც შეეხება ჩემ გოგოლას. გოგო, ერთადერთ ფულას დაგაკლებ დეტონაციების გულისთვის. 9. 9 ქულა. 95-211 რას თავარი? 211 ხო? 95-211-ო ნოდიკომ თქვა და ესენი იყვნენ ბოლო კონკურსანტები, მე ისე მიმართავ ჩვენს მაყურებელს გააქტიურდით და უმესიჯეთ თქვენს ფავორიტ წყვილებს. ხო, რადგან ბოლოები იყვნენ, მით უმეტეს ცოტა დრო ექნებათ იმისათვის, რომ SMS-ები გამოუგზავნონ, იმიტომ რომ ვიცი რომ მთელი კვირის მანძილზე მაინც აქტიურობენ, მაგრამ ეხლა ბოლო გადამწყვეტი წუთები წავიდა ყველასთვის, 5-ვე კონკურსანტისთვის. იაქტიურეთ, მანამდე კი ჩვენ სტუმრები გვყავს ისევ სცენაზე. ვინ არის შემდეგი სტუმარი? ბაკურ ბურდული! სტრატოკასტერით. ეს მე ჩვენთან ერთად არიან, ხო? კი. კარგია, ვიხარი ხარ წლებო? ფეთქავს ეს გული ყოველთვის. ძმებლო ლაშვილებთან ერთად. Sanam chem khmas
მოგებს გზა და მინახეთ ხოლ სანამ გულს იპოვნის სხვა ფეთქავ თან როგორ ეს გული როცა ხედავ შენ ყოველ დღე ბაკურბურდული გიგა და დათა ლოლაშვილები და ჩვენი ბენდი დიდი მადლობა ბაკურ მადლობთ გიგა დათო მოდი ახლა ერთი რა ვქნათ ლელა რიმპიტაური დამპიტაური დინპიტაური ტაური დინპიტაური დამპიტაური დინპიტაური ტაური დინპიტაური დამპიტაური დინპიტაური ტაური მე ნელა გავალ რეკლამაზე და დაგელოდები იქით დინპიტაური დამპიტაური დინპიტაური დამპიტაური დინპიტაური დამპიტაური ტაური
ვიმატებს ლებს ეჟამთა სულანდ შეგაშინებს სიცოცხლეს ის ვერ შეაჩერებს სიცოცხლეს ზაზა ხუთიშვილი და ბაკის პარკი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გოგონებო, ძალიან კარგი ტრიო გამოგვივიდა ბექებში. შესანიშნავი უღრესი მადლობა. ზაზა დიდი მადლობა. ბაკის პარკ დიდი მადლობა მეგობრებო. აი როგორც იქნა სცენაზეც ერთად აღმოჩნდით და ხედავ. სანიკ. დუტა. ხუთი კონკურსანტი უკვე წარსდგა ჩვენ წინაშე. და სანიკაც კი. სამწუხაროდ დღეს ერთი წყვილი აუცილებლად დატოვებს კონკურსს. ამიტომ თხოვოთ ჩვენს მაყურებელს რომ გააქტიურდეს. ჟიურიმ უკვე შეაფასა ისინი და მოდი ვნახოთ შედეგები ჟიურის. ჟიურის შეფასების შედეგად პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ ირინა და გიორგი 49 ქულით. კოტე და ნინი 48 ქულა. გოგოლა და ნოდიკო 48 ქულა. მიშა და სოფო 47 და 46 ქულა. ყველაზე ცოტა ლევანს და ნინის ერგოთ ჟიურისგან. ძალიან ცოტა დრო დაგჭათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. იმისთვის რომ თუ გინდათ რომ შეცვალოთ ჟიურის გადაწყვეტილება, SMS-ები გამოაგზავნოთ. ასე რომ ნახოთ აბა ჟიური აჯობებს თუ მაყურებელი. ჩეკი მანამდე მოგიმზადეთ სახელდახელოდ მოკლე ვერსია დღევანდელი დღისა. ნახოთ როგორ ჩაიარა სიყვარულის დღე ორ ვარსკვლავში. It's for the way you look at me. Oh, it's only why that I see. We is very, very extraordinary. It is even more than anyone that you ever can love. Is all that I can give to you. She fills my heart with very special things, with angel songs, with wild imaginings. She fills my soul with so much love that anywhere I go, I'm never lonely. I'm so alone. You could be lonely. I reach your lips with all within. Something telling me it might be you. It's telling me it might be you. It's telling me it might be you. All of my life, maybe it's you, maybe it's you. I've been waiting for all of my life. Maybe it's you, it's you, it's you, it's you. I've been waiting for all of my life. Don't change your hair for me. Not if you care for me. Stay, little Valentine. Each day is Valentine's Day. You fall in love with cold as ice, cold as ice. Go out in my place, so you can warm up again.
ვართ, ხო, დაგიბრუნდით, ესე იგი ისევ ეთერში. იმედის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს ყველაზე რთული ეტაპი 200 კლასში 5 კონკურსანტი დაგშა, პატრიცემულებო. ისინი ძალიან ღელავენ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. თავისთავად სულ რაღაც 5 კონკურსანტია და 3 აუთსაიდერიდან ერთ-ერთი აუცილებლად დატოვებს შოუს. გარდაუვალია სამწუხაროდ. თქვენ კი გეძლებთ. არაჩვეულებრივი სიურპრიზი. ოტე გილოცავ დაბადების დღეს შემოყვარდა. დიდი მადლობა თეონა. მადლობა თეონა, მაგრამ კონკურსია. ძალიან მოგიხდა ტორტის პატარა თემატიკა. ძალიან მოუხდა ხო ტორტის თემატიკა, პატარა რუჭ-რუჭი. დაიტოვე. მაშასე დრო გავწელეთ ხა ამ შემთხვევაში. კოტეს მიულოცოთ დაბადების დღე ყველამ. და დავიწყოთ 10 წამიანი ათლა. 10 წამის ათლა დაიწყო. მიდი. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დახმის მიცემა შეწყდა. პირველი აუთსაიდერი. ეს იქნება ადამიანი თავის მეწყვილესთან ერთად, რომელმაც მიიღო 5-დან 3 მიიღო, ესე იგი ყველაზე ნაკლები ხმა, ეს რომ გამოვარდნათ ესე. ერთ-ერთ დავასახელებთ ხა, ყველაზე ნაკლები აქვს თუ ყველაზე მეტი ამ 3-დან არ ვიცი. მაგრამ ირინა და გიორგი, კი ბატონო. მეორე აუთსაიდერი. მე არ ვიყავი. ლევანი და ნინი. მესამე აუთსაიდერი გახლავთ. ჟიურის და მაყურებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით ამ 3-დან ხნედრო ვიყოთ და ცოტა დავწყნარდეთ. კონკურსს გააგრძელებს
ირინა და გიორგი. შევთავთ ორი აუთსაიდერი. წავიდა წუთი. წავიდა წუთი. დრო გავიდა. მაშასე შემდეგ ტურში ვიხილავთ ყველაზე დაბალი ქულა ჟიურიდან შენ გერგო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თქვენ ხო? რაქრა მაყურებელმა ეხა გავიგებთ. მაშასე შემდეგ ტურში იმღერებენ ლევანი და ნინი. კოტე და ნინი ტოვებენ. სულ თქვენი ფავორიტი წყვილი ისე ვიხილოთ, შემდეგ ორ შაბათს აუცილებლად დაუმესიჯეთ მას. ასეთი იყო დღევანდელი დღე, მაგრამ მე მინდა ეხლა სცენაზე ვთხოვო არაჩვეულებრივ მომღერალს მაია ბარათაშვილს. მაია ბარათაშვილი მოგზაურდება ჩვენსკენ. ჩვენ კი დაგემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. მაია გთხოვთ. მოგესალმებით მაია. მოგესალმებით, მიკროფონი თუ შეიძლება. ერთი ორი. გენა. მონიტორში ხმა, მადლობა. თუ შეიძლება ჰამონდი და კლავიში მონიტორში. მადლობა. გამარჯობათ. ფანტასტიკური თემა, ფანტასტიკური ჟიური, ფანტასტიკური წამყვანები და ფანტასტიკური პუბლიკა. ოკეი. Tell you about the boy I know. He is my baby and I love him so. Every morning when the sun goes up, it brings me coffee and my favorite cup. That's why I know. Hallelujah, I just love him so. When I'm in trouble and I have no friends, I know he'll be with me until the end. Everybody asks me how I know. I smile at them and tell me so.